რატომ უნდა ვიკითხოთ კაფკა? მე არ ვიცი, ეგ ისტორია მოყოლილი მაქვს თუ არა. სილაბუსს ვავსებდი კაფკას კურსის და იქ სილაბუსში არის ხოლმე რაღაც ბევრი კაფკას თვალსაზრისით გამაღიზიანებელი კითხვა ხოლმე. აი რაღაც როგორი კითხვებიც. ფორმალურად რომ მოითხოვს შენგან მხოლოდ პასუხის გაცემას და სინამდვილეში არაფერი შინაარსი არ არის შიგნით და იქ იყო ეგეთი ველი, აი ზუსტად რატო უნდა ვიკითხო, რაში შეიძლება პრაქტიკული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს გამართლებული აკადემიურ სივრცეში კაფკას პროცესის სწავლება და მე მქონდა ესეთი იდეა რომ გულწრფელად ჩამეწერა ამ სილაბუსში, იმიტომ რომ გავხდეთ უბედურები. ეს არის ჩემი პასუხი, კი. მახსოვს ეგ სხვადასხვა რო გითხარი მასე სემინარზე. ხოლო რატო უნდა გავხდეთ უბედურები? ანუ რა აი მის ბენტამის სიტყვებით გიპასუხებ. იმიტომ რომ უბედური სოკრატე გაცილებით უფრო ბედნიერია ვიდრე ბედნიერი ღორი.